საკონსულტაციო კომპანიები და მათი როლი ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში. Როგორ აფასებენ დარგის წამყვანი კომპანიების საინვესტიციო გარემოს, მისი განვითარების პერსპექტივებს და რა გამოწვევებს ხედავენ იმ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, რასაც პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დამკვეთთან ერთად გადიან. ენერგეტიკის რუბრიკის ფარგლებში სტუმართან Gross Energy ჯგუფის საოპერაციო დირექტორთან დავით ყებიჩავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. Gross Energy ჯგუფიდან დავიწყოთ თითქმის 2 ათეული წელია უკვე ამ ბაზარზე ოპერირებთ და თქვენი გამოცდილება თქვენს კლიენტებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, აი ძირთადად თქვენ ხართ ჩართული საწყისი ეტაპიდან ოპერირებაში შესვლამდე. რა გამოწვევებს ხედავენ ინვესტორები და პირიქით, აი არსებული კანონმდებლობა რა საქმიანობას უმარტივებს მათ? მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ესე იგი, ჩვენი კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, 2007 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ეტაპზე. ინვესტორები მოდიან როგორც ესე ვთქვათ, საწყისი ეტაპიდან, ასევე დასრულებულ პროექტებზე, რათა დავეხმაროთ მათ შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოპოვებაში. კანონმდებლობა ამ ეტაპზე ძალიან კარგად არის, ესე ვთქვათ, მოწყობილი. არის რამოდენიმე ბერკეტი, რომელიც ესე ვთქვათ, ხელს უშლის ინვესტორს, რომ ადვილად გაიაროს ყველა ესე ვთქვათ, პროცედურა. ძირითადად ეს არის მოსახლეობასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის არ არსებობს რაიმე ისეთი სრული მექანიზმი, რომელიც სოციალურ პროექტებს გაითვალისწინებს და კარგად, მკაფიოდ გამოაჩენს, ესე ვთქვათ, რა სოციალურ პროექტებს თავაზობს ინვესტორი ადგილობრივ მოსახლეს. აი მოსახლეობასთან ურთიერთობაზე მინდა რომ უფრო მეტი კითხოთ. ან რამე უნივერსალური მოდელი ალბათ არ მუშაობს, მაგრამ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით რა შეგიძლიათ თქვათ, აი ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლის ურთიერთობა რა იყოს წარმატებული და შემდგარი. რა ნაბიჯები უნდა გადადგან დაინტერესებულმა ინვესტორებმა? ესე იგი, როგორც ვიცი, დღესდღეობით მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობის დამუშავება, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნა. რაც გაუადვილებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ასე ვთქვათ, აი კომუნიტის სახით რო დარეგისტრირდნენ. კომუნიტის საზოგადოება დარეგისტრირდება, სადაც უკვე მასსა და ინვესტორს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და ხელშეკრულებით დარეგულირდება, რა პირობებს თავაზობს ინვესტორი და რა სარგებელს იღებს ორივე მხარე ერთმანეთისგან. სადაც უკვე მკაფიო იქნება ის ყველა სოციალური პაკეტი, რაც აუცილებლობას წარმოადგენს და უკვე სახელმწიფო გაუწევს მეთვალყურეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, რომ შესრულდეს ყველა, ესე ვთქვათ, ის დაპირება, რომელიც გაიცემა. ასე ვთქვათ, ალბათ იმ საპროექტო არილაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალურ პროექტებით, რაც უნდა განხორციელდეს ინვესტორის მხრიდან, მოხდება უკვე მათთან კომუნიკაციის, ისედაც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ალბათ უფრო გაიწერება, რომ ასე უნდა მოხდეს. თქვენ ახსენეთ, რომ კანონმდებლობა არის იმგვარად მოწყობილი, რომ საინვესტიციო გარემო მისაღებია ინვესტორისთვის. თუმცა აი მაინც ამ მრავალწლიანი გამოცდილებაზე დაყრდნობით, რო გითხარით, თუ არის რაიმე ისეთი პროცესი, რაც მაგალითად დროში წელავს გადაწყვეტილების მიღებას და რის გამოსწორებასაც ვთქვათ, თქვენი დამკვეთი ისურვებდა და თქვენ დამკვეთებზე მინდა კითხოთ, ძირთადად ვინ არიან ინვესტორები, ვისთან სადაც თქვენ მუშაობთ, ქართველები თუ ცხელებიც? ესე იგი, აუცილებლად უნდა შევეხო პროცედურას, რატომ ვახსენე. ესე იგი, შეუძლებელია ინვესტორმა დაამტკიცოს სამშენებლო ნებართვაზე მისი, ესე ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგური თუ სხვა განახლებადი ენერგიის პროექტი, თუ არ გააკეთა საჯარო განხილვა. საჯარო განხილვას აუცილებლად ესწრება მთავრობის წარმომადგენლებს, რომელიც ყველაფერს იწერს და ადგილობრივი, ესე ვთქვათ, მუნიციპალიტეტთან ერთად შესაბამისად მიიღებენ შესაბამის ზომებს. თუ პროექტი შემდეგ ეტაპზე ითვალისწინებს და გამოასწორეს მათ ეს იქ ჩანიშნული შენიშვნები, უკვე მათ ეძლევათ საშუალება, რომ მიიღონ დადებითი შეფასება და მიიღონ სამშენებლო ნებართვა. რაც შეეხება ჩვენ ინვესტორებს, ჩვენ როგორც ადგილობრივი ინვესტორები, ქართველები, ასევე გვყავს საერთაშორისო ინვესტორები, ინვესტორები ძირითადად უყურებენ მარტივ პროცედურებს და ძირითადად ათანხმებენ ყველაფერს სახელმწიფოსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, მადლობა მათ ესე ვთქვათ მარტივი პროცედურებისთვის. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც მიწის საკითხებზე იყო, ესე ვთქვათ, გარკვეული პრობლემები და ყოველად ესე ვთქვათ, ქონდა შეფერხებები, თუმცა ეს იყო გამოწვეული არა იმიტომ, რომ ესე ვთქვათ, არ იყო რაიმე მზად. კონკრეტულ შემთხვევაში გეცოდინებათ, რომ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციების, სპონტანური რეგისტრაცია და შესაბამის რეგიონებში არ იყო დასრულებული, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობიდან შესაბამის დოკუმენტაციის წარდგენა და
და დააჩქარა შესაბამისი პროცედურები. ამ კონკრეტულ პროცედურებზე ვისურვებდი და კარგი იქნება თუ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთეთ და შევძლებთ რომ უფრო მალე მივაწოდოთ მოქნილები ვიყოთ და მივაწოდოთ მიწის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, რაც ერთ-ერთი პროცედურული მომენტი არის და ჩვენ ინვესტორებს ღიად ვეუბნებით რომ საპროექტო მომსახურება მიახლოებით წლიდან 2 წლამდე ითვალისწინებს, სადაც ესეც ესე ვთქვათ გათვალისწინებული არის, რაც თავისუფლად ყოფნის ყველა პროცედურას. დიახ, თქვენ აი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა ახსენეთ და ხშირად გვახსენს რომ გარკვეული გენერაციის ობიექტები ამ მიზეზით არის შეჩერებული, თუმცა ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ინვესტორისიც, ადგილობრივ მოსახლესაც და ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ ენერგოუსაფრთხო გარემოში და ქვეყანაში. აი ამ კონტექსტში მსხვილი ჰესების განვითარებას თქვენ როგორ ხედავთ? რამდენად მნიშვნელოვანია? ჩვენ ჩართულები ვართ, ვიყავით მოგეხსენებათ შუახევი ჰესის განვითარებაში ერთ-ერთი ძირი და მთავარი როლი ვითამაშეთ სახელმწიფოსთან ერთად. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი არის როგორც ეკონომიკური საშუალებით, ესე ვთქვათ, აუცილებლობით, ასევე ტექნიკური საშუალებითაც. ქვეყნის განვითარება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან ეკონომიკა პირდაპირ მიბმული არის ენერგეტიკაზე და ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რათა განვითარდეს და შევძლოთ. და ყველამ ალბათ საზოგადოებამ უკეთესად უნდა გაათვითცნობიეროს და გავიგოთ, რომ აუცილებელია განვითარდეს მსხვილი დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში. რომელიც ასევე არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ხდება აპელირება ქარისდამცის ენერგიის განვითარებისთვის. მე საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ თქვენ უკვე თითქმის 2-ათეული წელია ამ ბაზარზე ძალიან წარმატებით ოპერირებთ საინჟინრო საკონსულტაციო მიმართულებით და მშენებლობის ეტაპზე. თუმცა და ჯამში თუ არ ვცდები 200 მეგავატზე მეტი არის განვითარებული გენერაციის ობიექტი თქვენი უშუალო ჩართულობით. თუმცა ბოლო პერიოდში თქვენ როგორც ინვესტორი ამ მიმართულებითაც ოპერირებთ. რას პორტფელი გაქვთ ამ ეტაპზე Gross Energy ჯგუფს და როდის გეგმავთ ამ პროექტების განვითარებას და საინვესტიციო ღირებულებაც საინტერესოა. ესე იგი, მიახლოებით მეორე წელია ვანვითარებთ ჩვენ საკუთარ პროექტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩართულ პირს და ასევე ევროპის განვითარების ბანკს, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ სესხით, ესე ვთქვათ, გაგვეხორციელებინა და ვანვითაროთ ეს პროექტები. ამ ეტაპზე ვაშენებთ ტაშისკარში მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურს. სულ დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩვენ პორტფელში 5 ჰიდროელექტროსადგური ავაშენოთ, რომელიც მესაკუთრეები ვიქნებით ჩვენ. მიახლოებით საინვესტიციო ღირებულება არის 20 მილიონ დოლარამდე. საშუალოდ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს უახლოეს 5 წელიწადში ავაშენებთ. დაგეგმილი გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს არის ჰიდრო თუ? ძირითადად ჰიდრო არის, თუმცა ჩვენ აქტიურად მუშაობთ ქარზეც და მზის ენერგიაზეც. ეს მათი სიმბიოზი ფაქტიურად აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნის სტაბილური ენერგეტიკის განვითარებისთვის და მდგრადი ენერგეტიკისთვის. შესაბამისად, ჩვენ გარდაბნის მზის ელექტროსადგურზე 100 მეგავატზე ვიმუშავეთ საკმაოდ დიდ მძლავრ პროექტებზე ქარის მიმართულებით, ეხლაც მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ინვესტორები როგორც ჰიდროზე, ასევე ქარზეც და მზეზეც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და შესაბამისი ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. აი თქვენი გადმოსახედიდან გამომდინარე, ქარის და მზის ენერგიის პოტენციალის განვითარებას როგორ ხედავთ? საქართველოში. ესე სხვა ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნის მაგალითები. კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ და შეიძლება სუბიექტური აზრია, რომ ქარს და მზეს გაცილებით დიდი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ის მწვანე ენერგიის განსხვავებული ალტერნატიული განახლებადი ენერგიის სხვა სახეს წარმოადგენს ვიდრე ჰიდრო და სხვადასხვა ის არის პროცენტულად რო შევაჯამოთ, რაც გერმანიაში და უკრაინაში და სხვადასხვა ტიპის ქვეყნებში სხვადასხვანაირად არეგულირებს კანონმდებლობა. ჩვენ შემთხვევაში კანონმდებლობა შემოგთავაზა ძალიან საინტერესო, ესე იგი ინვესტორს შეეძლო თვითონ მიეღო აუქციონში მონაწილეობა, თვითონ განეწესებინა ფასი, დაედგინა და საბაზრო ფასის პრინციპით შესაბამისად მიეღო ის ღირებულებითი სახელმწიფო შესყიდვის გარანტია. სადაც სამწუხაროდ დაფიქსირდა არც თუ ისე რელევანტური ღირებულება, რომელიც ესე ვთქვათ, ჩემთვის, როგორც ესე ვთქვათ, საპროექტო კომპანიისთან საკონსულტაციისთვის მიუღებელი არის და ვთვლი, რომ გაცილებით დიდი ღირებულებითი ნაწილი უნდა ჰქონდეს ქარს და მზეს.
შავი ზღვის კაბელზეც მინდა გკითხოთ, რომ ჩვენ პირველად გვაქვს საშუალება, რომ ეთერში იყო თქვენ ჩემი სტუმარი. თუმცა ვიცი, რომ Gross Energy თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული იმ მხრივ, რომ ძალიან გულშემატკივრობდა ამ პროექტის განვითარებას. აი რა სიგნალებია მას შემდეგ, რაც შავი ზღვის კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა განვითარების. უფრო მეტი დაინტერესება ხომ არ არის ინვესტორების მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გარკვეულწილად ზუსტად ის პერიოდი, რომ განახორციელონ ინვესტიციები მაქსიმალურად, რომ მოხდეს საშუალება ივაჭრონ სუფთა ენერგიით საზღვარგარეთ. გარდა იმისა, რომ ქვეყნისთვის უნიკალური შანსია გახდეს ნეტექსპორტიორი. აუცილებლად დიდი მადლობა კარგი შეკითხვისთვის. ესე იგი, შავი ზღვის კაბელმა გამოაფხიზლა ადგილობრივი ბაზარი. როგორც ადგილობრივი ბაზარი, ჩვენ აუცილებლად უნდა შევაფასოთ, რომ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დეფიციტი და სამწუხაროდ ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგია არ ყოფნის ჩვენ. იმისათვის, რომ ჩვენ ხვალ შევძლოთ, რომ ელექტროენერგია მივაწოდოთ ევროპას და გავყიდოთ, ჩვენი ესე ვთქვათ, საქართველო უნდა გახდეს უნიკალური ჰაბი, სადაც უკვე შევძლებთ მივიღოთ ელექტროენერგია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე აზიის კონტინენტიდან. პირველი პროექტი, რომელიც ჩვენ აქტიურად ჩართულები ვიყავით და ვთვლით, რომ საქართველოს პროექტი არის, ხალხის პროექტია, ითვალისწინებდა საქართველოდან ევროპაში მიწოდებას. ხოლო შესაბამისი პიროვნებებთან კონსულტაციის შემდგომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი გამხდარიყო და უკვე აზიის კონტინენტით ჩაგვერთო და აზიიდან ესე ვთქვათ გენერირებული ელექტროენერგიას გამოგვეტანა საქართველოში ესე ვთქვათ გაგვეტარებინა და საქართველოსთან მიგვეწოდებინა ევროპისკენ. ეს უნიკალური შანსი არის ქართველებისთვის, ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ინვესტორიც ხედავს ამ შესაძლებლობას და ყველა ინვესტორი უცხოელი, რომელიც მოდის, გვეკითხება რა ეტაპზეა, რა მდგომარეობაშია. ტრომაცის ბაზარს მოგეხსენებათ, საქართველოს ელექტროსისტემა ანვითარებს აღნიშნულ პროექტს. ამ ეტაპზე უკვე დასკვნით ფაზაში არის ევროპასთან დასაკავშირებელი კაბელის ეს თქო feasibility მთავრდება. შემდგომი ეტაპი აუცილებლად იქნება და გაითვალისწინებს მეზობელ ქვეყნებთანაც როგორი ურთიერთობა გვექნება იმის შესაბამისად მოგეხსენებათ შენდება ახალი ეს თქო გადამცემი ხაზები, მაგრამ ფაქტია ის, რომ საქართველოს ბაზარზე გამოღვიძება ეს თქო მოხდა და ყველა ინვესტორს აინტერესებს, შეძლებს თუ არა ის ეს ვთქვათ ელექტროენერგიის გაყიდვას, გატანას და ასე შემდეგ. ჩვენი როლი რეგიონში ბევრად უფრო გამოიკვეთა. და ჩვენი საუბრის დასასრულს აი ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, თქვენი აზრით მთავარი გარემოებები რაც არის, რაც ენერგეტიკის დარგს საინვესტიციო უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორისთვის და მთავარი გამოწვევა დარგისთვის რა რჩება 2025 წელს? ყველა ინვესტორს აინტერესებს ფინანსური შემოსავალი, ვფიქრობ, რომ სტაბილური გარემოება სიმშვიდე, რათა შეძლოს სტაბილურ გარემოში განახორციელოს შესაბამისი ბიზნესი. გრძელვადიანი ბიზნესი, დავაკონკრეტებ, რომ ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიცია არის გრძელვადიანი ბიზნესი და ეს არ არის მოკლევადიანი ბიზნესი. რაც შეეხება უმთავრესი გამოწვევა ალბათ ისევ და ისევ იქნება მშვიდობა, რომ რეგიონში გქონდეს სტაბილური და მშვიდობა, შესაბამისად ინვესტორისთვის იყოს მიმზიდველი გარემოება. ძალიან დიდი მადლობა, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო Gross Energy ჯგუფის ფინანსური დირექტორი დავით ყებუჩავა.